მოგესალმებით. ეს არის მე-12 მოთამაშე ამბასადორი ბეთი, თამაში სადაც გუნდები ერთმანეთს ეჯიბრებიან ფეხბურთის სოდნაში და ეს არის მეორე ეპიზოდი ამბასადორი ბეთის YouTube არხზე. დიახ, ჩვენ ვატარებთ ჩემპიონატს, რომელშიც 22-მა გუნდმა დაიწყო თამაში. ეს არის ჩემპიონატი, სადაც საქართველოში ფეხბურთის საუკეთესო მცოდნეები მონაწილეობენ, ამაში თქვენც დარწმუნდებით, ალბათ პირველ ეპიზოდშიც დარწმუნდით და დღეს მით უმეტეს და ამ 22 გუნდიდან ჩვენთან აგრძელებს თამაშს 8 გუნდი, ტოპ 8 გუნდი, 22-მა გუნდმა 20 შეკითხვას უპასუხა და საბოლოო ჯამში გამოვლინდა საუკეთესოთა შორის საუკეთესო გუნდები, რომლებსაც აუცილებლად ჩამოვთვლი. მაშასე ეს ტოპ 8 გუნდია და აუცილებლად ტაშით მივესალმოთ თითოეულ გუნდს. პირველი მერცხალი 13 მაისი იუვენტინო კაიზერსლაუტერნი მილანი 1899 პლუს რეკორდმაისტერი მილან დუე და ამბასადორი ბეთი. აი ესეთი 8 გუნდი მივიღეთ და აქედან ჩვენ დღეს უნდა გამოვავალოთ 4 საუკეთესო გუნდი. დაისმევა სულ 5 შეკითხვა და ძალაში რჩება ჩვენი თამაშის პრინციპი. პირველი კითხვა იქნება ერთქულიანი, მეორე კითხვა იქნება ორქულიანი, მესამე სამქულიანი, მეოთხე ოთხქულიანი და მეხუთე ხუთქულიანი. ის 4 გუნდი გააგრძელებს ნახევარფინალში თამაშს, რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს. თუ თანაბარი ქულები ექნებათ გუნდებს, უპირატესობა მიენიჭებათ იმ გუნდებს, რომლებმაც რეგულარული ჩემპიონატი, ანუ ის პირველი ეპიზოდი უფრო მაღლა დაასრულეს ცხრილში. აი ესეთი რეალობა. ჩვენი გენერალური სპონსორია ამბასადორი ბეთი, ამის შესახებ აუცილებლად უნდა ვისაუბრო და ჩვენმა გენერალურმა სპონსორმა დააწესა ძალიან კარგი პრიზები, ჩემპიონი გუნდისთვის 1000 ლარი, ვიცე-ჩემპიონისთვის 500 ლარი და ნახევარფინალში გასული გუნდებისთვის 250 ლარი. ასევე 1000 ფრიბეთი ჩემპიონი გუნდისთვის, 500 ვიცე-ჩემპიონისთვის და 250 ფრიბეთი ნახევარფინალში გასული გუნდებისთვის. და აქვე კიდევ მინდა ვთქვა ის, რომ თუ თქვენ უყურებთ დღეს ამ ეპიზოდს ამბასადორი ბეთის YouTube არხზე და ჯერ არ იცით აქ რა ხდება და არ გითამაშიათ, აუცილებლად შემოგვიერთდით. თუ ოდნავ მაინც გიცოთ, ცოტა მაინც გიყვართ ფეხბურთი, მოდით და ითამაშეთ. ძალიან მარტივია ეს, შეგვეხვიანეთ Facebook გვერდზე, მითითებულ ნომერზე და ძალიან მარტივად გაგარკვევთ ყველაფერში. დამაშასე მე-12 მოთამაშე ამბასადორი ბეთის მეოთხედ ფინალური ეტაპი გახსნილად გამოვაცხადოთ. და პირველი ერთქულიანი შეკითხვა ეკრანზე. საქართველოს ნაკრებში მეკარეებს შორის ყველაზე მეტი მატჩი გიორგი ლორიას აქვს ჩატარებული. ვინ არის მეორე ადგილზე ამ მაჩვენებით? A. აკაკი დებაძე, B. დავით გვარამაძე, C. გიორგი ლომაია და D. ირაკლი ზოიძე. წავიდა მხოლოდ ერთი წუთი. მაშასე გიორგი ლორიას აქვს მეკარებს შორის ყველაზე მეტი მატჩი ჩატარებული საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში და ვინ არის მეორე ადგილზე? მეორე ადგილზეა, აღარ გავწელოთ დიდხანს დრო, გიორგი ლომაია. გიორგი ლომაია. მე ხა გეტყვით 4 ქვეყანას, სანამ კითხვა გამოჩნდება საერთოდ ეს ჩამოწერეთ ფურცელზე და დაიხმარეთ ამ პასუხისთვის და შემდეგ გადავალთ უკვე ოფიციალურ ნაწილზე და მაყურებლები და ასე შემდეგ. აშასე ეს 4 ქვეყანა არის ინგლისი, კიდე ინგლისი და ესპანეთი. მაშასე შემდეგი შეკითხვა იქნება უკვე ორქულიანი და აქ უკვე რთულდება. ჩამოსაწერი იქნება ფეხბურთელები და ერთი შეცდომაც კი, მინდა ის იცოდეს მაყურებელმაც, გუნდს დაუჯდება ქულის ანულირება. ანუ შეიძლება 3 სწორად უპასუხო, 1 შეგეშალოს და ქულა ვერ აიღო. ამიტომ ძალიან ყურადღებით მართებთ ყოფნა ჩვენ მოთამაშეებს. მაშასე კითხვა ეკრანზე. დაასახელეთ იტალიის და ჩეხოსლოვაკიის ნაკრების გარდა კიდევ 2 ნაკრები, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში ვერ მოხვდნენ. დაივიწყეთ ცოტა ხანი ის ამბავი და კონცენტრირდეთ ამ შეკითხვაზე. დაასახელეთ იტალიის და ჩეხოსლოვაკიის 2 გუნდი, ორივე უნდა იყოს აბსოლუტურად სწორად. წავიდა 1 წუთი, მხოლოდ 1 წუთი. და ჩვენ შეგვიძლია ჰაერშია ერთი პასუხი.
მეოთხედფინალური ეტაპი ძალიან დაძაბული მომენტი, რომელი 4 გუნდი გააგრძელებს ბრძოლას ჩემპიონობისთვის. 2 მილანური გუნდი, მილანის ფანკლუბის 2 გუნდი, კაიზერსლაუტერნი 13 მაისი და ასე შემდეგ ძალიან მაგარი გუნდები, რაც შეეხება ამ ორ ნაკრებს, რომლებიც გახდნენ ევროპის ჩემპიონები და შემდეგ ვეღარ გააგრძელეს, ვეღარ ითამაშეს მსოფლიოს ჩემპიონატზე, ეს არის საბერძნეთი და ეს არის დანია. საბერძნეთი 2004 წელს გახდა ჩემპიონი და შემდეგ ვეღარ ითამაშა მსოფლიოს ჩემპიონატზე და შესაბამისად დანია 92-ში და არ უთამაშია 94 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე. კითხვა ეკრანს. ევროპის ჩემპიონატების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 14 გოლით კრისტიანო რონალდოა. მეორე ადგილზე კი 9 გოლით მიშელ პლატინია. შემდეგ ერთბაშად 4 ფეხბურთელი მოდის 7 გოლით. დაასახელეს 50 წამში 4-ვე უშეცდომოდ. მაშასე მეგობრებო, პირდაპირ ჩამოვთვლი ფეხბურთელებს და თუ თქვენი პასუხები 4-ვე პასუხი დაემთხვა, თქვენ აიღებთ შესაბამის ქულას. ალვარო მორატა, ჰარი კეინი, ანტუან გრიზმანი, ალან შირერი. და აქ უკვე ერთბაშად 3 გუნდი დარჩა ცხრილის ქვედან სამმა გუნდმა დაკარგა ქულები, ამბასადორი ბეთმა, რეკორდმაისტერმა და კაიზერსლაუტერნმა, 5 გუნდი კი ჯერჯერობით უდანაკარგოდ აგრძელებს ბრძოლას და ჩვენ დარჩენილი გვაქვს 4-ხულიანი და 5-ხულიანი ეტაპები. შეგახსენებთ, რომ ტოპ 4 გააგრძელებს ბრძოლას ჩემპიონობისთვის და თუ თანაბარი ქულები დაჯდება, ის 4 გააგრძელებს ბრძოლას, რომელიც 20 კითხვის შემდეგ იყოს ხელში უფრო მაღლა. შეიძლება თეორიულად ყველა გუნდს თანაბარი ქულა ჰქონდეს და პირველი 4 წავიდეს შემდეგ ეტაპზე. ამით ვუფასებთ ჩვენ გუნდებს, ასე ვთქვათ, ჯგუფურ ეტაპზე, შეგვიძლია ესე ვთქვათ, წარმატებულ თამაშს. შემდეგი უკვე 4-ხულიანი შეკითხვა. ამ ქვეყნის ნაკრები 2026 წელს ზედიზედ მერვე მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს, 1998 წლამდე კი ერთხელაც არ უთამაშია მუნდიალზე. დაასახელეთ ეს ნაკრები. 3, 2, 1 დრო ამოიწურა. პასუხები მიღებულია და მე არ მინდა რომ დიდხანს დავახანო. მეგობრებო, მნიშვნელოვანი მომენტი 4 ქულა სასწორზე. გუნდ ნაკრები, რომელიც 98 წლამდე ერთხელაც არ ყოფილა და შემდეგ ყველა ჩემპიონატზე გადის, არის იაპონიის ნაკრები. და ვნახოთ როგორ დაალაგდება სატურნირო ცხრილი. ძალიან საინტერესოა, რა ვითარება იქნება. 4-ხეული გამოკვეთილია 13 მაისი 10 ქულა, იუვენტინო 10 ქულა, მილანი 1899 პლუს 10 ქულა და მილან დუე 10 ქულა. კაიზერსლაუტერნი 7 ქულა, რეკორდმაისტერი 7 ქულა, პირველი მერცხალი და ამბასადორი ბეთი 6 ქულა და 3 ქულა. ჩვენთან არის იუვენტინო გუნდი, რომელიც არაერთგზის ჩემპიონია და ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია ჩვენ ჩემპიონატში, მუდამ ტოპ 3-ში და მინდა ამ გუნდთან მივიდე. ამ გუნდის ლიდერია, ერთ-ერთი ლიდერია ძალიან ცნობილი ქართველი სპორტული ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე, არაერთი წიგნის ავტორი და ლაშას მინდა გავესაუბრო. ლაშა, ისე პლეიოფ ტოპ 8-ში რომ მოხდებოდეთ პირადად მე ხა გარანტირებული არავის არაფერი არ აქვს, მაგრამ ესე მეგონა და აი ხა რას აპირებ და როგორ მიდის თამაში. სულ ჩემპიონობას ვაპირებთ, თუ მაგაზია საუბარი და ურთულესი დრო გვიდგას, ასე ვთქვათ. პლეიოფში ვარ ძალიან ძლიერ გუნდებთან ერთად, თითოეულ ქულას თითოეულ სწორ ვერსიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და საბედნიეროდ ჯერჯერობით კარგად ვირდივარ და დიდი იმედი გვაქვს რომ ასეც გავაგრძელებთ. ლაშას დიდი მადლობა და უსურვებ რა თქმა უნდა იუვენტინოს წარმატებას ისევე როგორც ნებისმიერ გუნდს. მაშასე ჩავხედავ, იმიტომ რომ ბოლო შეკითხვა უნდა დაისვას, 5-ხულიანი შეკითხვა უნდა დაისვას და ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, ყველაფერი ნებისმიერი გუნდი შეიძლება შეძურეს 4-ხეულში და გააგრძელოს ბრძოლა ჩემპიონობისთვის. მეოთხედფინალური ეტაპის დასკვნითი შეკითხვა, რომლის შემდეგაც ჩვენ გავარკვევთ ტოპ 4 გუნდს, რომელიც გააგრძელოს ბრძოლას ჩემპიონობისთვის. შეკითხვა ეკრანზე. ინგლისურმა გუნდმა სტოკპორტ ქაუნთი 1979 წელს წარადგინა ფორმა, რომლის დიზაინის შეცვლაც მალევე მოუწიათ. როგორი იყო ამ გუნდის ფორმა? აგვიხწერეთ, წავიდა 1 წუთი და 10 წამი.
პასუხები მიღებულია და ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ხო, ტოპ 4 უნდა გამოვლინდეს და შესაბამისად ფურცელზე უნდა ასახულიყო, რატომ მოუწიათ ფორმის შეცვლა, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. საქმე იმაშია, რატომ მიიღეს არა, მეგობრებო, ეს არისო კითხვის თავარი არსი, საქმე ამაშია, რომ ჩვენ არ ველოდებოდით რატომ შეცვალეს, ჩვენ ველოდებოდით როგორი იყო ამ გუნდის ფორმა, ამას აქვს მნიშვნელობა. რატომ სხვა არის, როგორი იყო ამ გუნდის ფორმა, სხვა არის. შესაბამისად, როგორი იყო ამ გუნდის ფორმა. თქვენ რამდენი ორნაირად შეგეძლოთ ალბათ წასულიყავი და ორივე მისაღები იქნება, რა თქმა უნდა. ერთი შეიძლება ყოფილიყო მაგალითად გითქვათ, რომ ამ გუნდის მაისური იყო მსგავსი არგენტინის ნაკრების ასევე შეგეძლოთ აგეღწერათ ეს ფორმა თეთრი ცისფერი ზოლები და ესეც პრინციპში ძალიან მაგარი ემოციები იყო, დაინგრა დარბაზი და როგორ მაინტერესებს სატურნირო ცხრილი 4-ეული დაჯდა 13 მაისი 15 ქულა იუვენტინო 15 ქულა მილანი 1899 15 ქულა და მილან დუე 15 ქულა ჩვენ ნახეთ მეოთხედფინალური ეტაპი ძალიან დაძაბული თამაში, სადაც 8 საუკეთესო გუნდიდან გამოვლინდა საუკეთესოთა შორის საუკეთესო 4 გუნდი. აქ არის მილანის ფანკლუბის 2 გუნდი, მილანი 1899+ და მილანი დუე, ასევე აქ არის იუვენტუსის ფანკლუბი იუვენტინო და აქ არის 13 მაისი. ხედავთ გუნდებს და ტაშით ერთმანეთი გავამხნევოთ, იმიტომ რომ იქნება ძალიან დაძაბული თამაში. ეს არის მე-12 მოთამაშე ამბასადორი ბეთი, თამაში სადაც გუნდები ერთმანეთს ეჯიბრებიან ფეხბურთის ზონაში. აღარ დავკარგოთ დრო და დავსვათ პირველი ერთგულიანი შეკითხვა. საქართველოს ნაკრებს ერთადერთი ტურნირი აქვს მოგებული, მალტის ტურნირი. ვინ იყო მაშინ ნაკრების მთავარი მწვრთნელი? A. გუცაევი, B. ჩივაძე, C. ყიფიანი, D. ბოსკამპი. მაშასე მეგობრებო და მწვრთნელი რომელმაც ეს ერთი 4-თა ტურნირი მოაგებინა საქართველოს ნაკრებს არის გუცაევი და ასევე აუცილებელია რაღაც ცოტა კომუნიკაცია თამაში და დღეს მე მგონი ყველას ვესაუბრე და 13 მაისთან არ ვისაუბრე არა ეს არის გუნდი რომელიც მუდამ იბრძვის ჩემპიონობისთვის ძალიან მაგარი გუნდია და დღესაც ესე მაგრად მიდიან და გიორგი მეზრიშვილი, გიორგი ტაბატაძე, მოკლედ ცოტნე ყველა აქ უძლიერეს შემადგენლობით ხართ როგორ ხვდები. რას გვეტყვი კაპიტანს ვკითხავ როგორი თამაშია, რა შეგრძნება გაქვს, აი იწევთ ჩემპიონობისთვის თუ ჩვენ ყველა ტურნირზე ჩემპიონობისთვის ვიწევთ ყოველ შემთხვევაში სურვილი ნამდვილად გვაქვს. ძალიან დიდი ხანი ვერ ვახერხებდით და შარშან მაისში გავჩემპიონდით. ესეც რა ვიცი, განსაკუთრებულ ემოციებთან არის ყოველთვის დაკავშირებული. შესაბამისად, დღესაც რა ვიცი, საბრძოლო განწყობაზე ვარ და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს თამაში გაგრძელდება კიდევ უფრო მეტი შემართებით. მარტივი შეკითხვაა შემდეგი და ნახოთ. მხოლოდ ერთი წუთი გექნება დრო, იმიტომ რომ ბევრი დრო არ გქონდეთ რაღაცებში საკექად. ეს უკვე ნახევარფინალია. შეკითხვა ეკრანზე. ქაიტი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ისე მოიპოვა, რომ დაასრულე წინადადება. აქ ლაპარაკი უნდა იყოს ცოტა საფეხბურთო თემებზე. ეხა ომი როა ქვეყანაში და ისე მოიპოვა, რომ ქვეყანა ომშია, ეს არ არის საინტერესო. მოიპოვა, რომ წავედით, ველოდებით პასუხს. 1 წუთი. ამოიწურა სულ ახალი ამბავია ჰაიტის ნაკრები გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე ესეთი შესარჩევი გვაქვს უცნაური ძალიან ძლიერ გუნდებს უჭირთ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა სამაგიეროდ მოიპოვა უკვე მსოფლიოს ჩემპიონის საგზური ქვეყანა სადაც ძალიან დიდი პრობლემებია და ეს ნაკრები ამ ნაკრებმა ისე გაიარა მთელი შესარჩევი ეტაპი რომ ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია საკუთარ მოედანზე ესეთ შეკითხვა ქონდა არც თუ ისე რთული, იმიტომ რომ ახალი ამბავია, შედარებით ახალი არის შესარჩევი ეტაპი და ვლინდება ის გუნდები, რომლებიც ითამაშებენ მსოფლიო ჩემპიონატზე და ისევე როგორც მეოთხედფინალურ ეტაპზე, აქაც ჯერჯერობით 2 კითხვის შემდეგ გუნდები მიდიან უდანაკარგოდ.
ნახოთ რა იქნება შემდეგში. შემდეგ უკვე წამოვიდა ქულების დაკარგვა, როცა ტოპ 8 თამაშობდა. ნახოთ რა იქნება ტოპ 4-ში და პრინციპში ჩვენ მზადობთ რომ დავსვათ შემდეგი შეკითხვა უკვე სამქულიანი. როგორი ანგარიში დაფიქსირებულა ყველაზე ხშირად მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალებში მხოლოდ ერთი წუთი მოსაფიქრებლად? დავაბაროთ პასუხები, ერთი წუთი გქონდათ მოსაფიქრებლად და ხოთ დაველოდოთ სწორ პასუხს. 3 2 ჰაერში პასუხი, თორემ ვეღარ მივიღებთ. ჰაერში პასუხი უფრო გაუჭირდათ გუნდებს. მეგობრებო, აქ ჩვენ 1 წუთზე მეტი არ მივეცით გუნდებს, იმიტომ რომ აქ ისეთი მოთამაშეები არიან, რომელსაც შეუძლიათ გაიხსენონ ყველა ფინალის ანგარიში. ამიტომ დათვლადი იყო, ამიტომ ცოტა საიტნოტში უნდა ჩაგვეყენებინა გუნდები და ვნახოთ როგორ გაართვეს თავი ამ საიტნოტს. ყველაზე ხშირად ანგარიში, რომელთაც დასრულებულა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი, ეს იყო 4-2. 4-2 და სატურნირო ცხრილი. მინდა მიმართო YouTube-ის მაყურებლებს. მილან დუე არის 3 ქულით, მილანი და დანარჩენ 3 ქულს აქვს ქულათა მაქსიმუმი 6-6 ქულა. მილანი 1899 პლუს იუვენტინო და 13 მაისი. თუ იქნება ქულათა თანაფარდობა, გუნდებს უფასდებათ რეგულარულ ჩემპიონატში წარმატებული თამაში. და ამ მხრივ პირველ ადგილზე იყო მილანი 1899 პლუსი, შემდეგ იყო 13 მაისი და შემდეგ იუვენტინო. აი ესეთი განლაგება გვაქვს დღეს. შეკითხვა ეკრანზე. დაასახელეთ 2 ევროპული ქვეყანა, რომლებთანაც საქართველოს ნაკრებს არასდროს უთამაშია. წავიდა 1 წუთი და 10 წამი. ასე მეგობრებო, ნელ-ნელა მცირდება იმ ნაკრებების ჩამონათვალე, ვისთანაც საქართველოს ნაკრებს არასდროს უთამაშია, მით უმეტეს ევროპაში, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მოვძებნოთ 2 ესეთი ნაკრები. ერთი ეს არის სან მარინო, მეორე ბელგია, სან მარინოსთან და ბელგიასთან ისე მოხდა, რომ საქართველოს ნაკრებს არასდროს არ უთამაშია. და ჩვენ უკვე ვემზადებით ბოლო შეკითხვისთვის, რომელიც სასწორზე დადებს 5 ქულას და კულმინაცია უნდა გამოავლინოთ ფინალისტი გუნდები და ყურადღება შეკითხვა იქნება ეკრანზე. 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის დაწყებას ერთ-ერთმა ევროპულმა გაზეთმა სტატია შემდეგ სათავედ მიუძღვნა ევროს დევალვაცია. რას გულისხმობდა ჟურნალისტი? მხოლოდ 1 წუთი მოსაფიქრებლად. ევროს დევალვაცია. სამი, 2, 1 დრო ამოიწურა. ეს არის ნახევარფინალური ეტაპის ბოლო შეკითხვა და ჩვენ უნდა გამოავლინოთ ფინალისტი 2 გუნდი. შემდეგ ველოდება ფინალი და გავარკვევთ ვინ გახდება ჩემპიონი. და მაშასე მეგობრებო, აღარ დავახანდოთ დრო. ევროს დევალვაცია 2016 წელს ეს სათაური მიუძღვნა გამომდინარე იქიდან, რომ ამ ჩემპიონატზე გუნდების რაოდენობა გაიზარდა, მოხდა ხარისხი დაეცა და შესაბამისად მოხდა დევალვაცია. 13 მაისი ძალიან ოპტიმისტურ განწყობაზეა, ვნახავთ სატურნირო ცხრილს და თუ აქაც არ დაჯდება თანაბარი ქულები. დაჯდა 13 მაისი იუვენტინო და მილანი, ამ შემთხვევაში მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით. მაშასე ფინალი, მე-12 მოთამაშე ამბასადორი ბეთი, მილანი 1899 პლუს და 13 მაისი. ეს არის 2 გუნდი, რომელიც ბოლო წლებში შეგვიძლია ესე ვთქვათ,
ყველაზე სტაბილურად თამაშობს. მილანმა ბოლო დროს განსაკუთრებულად ამოქაჩა, ჩემპიონი გახდა თან ორჯერ და დღესაც ერთი ნაბიჯი აშორებს ჩემპიონობასთან. 13 მაისი ჩვენი ერგზის ჩემპიონი და გუნდი, რომელიც მუდამ არის ტოპ 5-ში და ხშირ შემთხვევაში ტოპ 3-ში. ეს არის მე-12 მოთამაშე ამბასადორებეთი ჩემპიონატი, სადაც გუნდები ერჯიბრებიან ფეხბურთის ზონაში. ჩვენთან ამბობენ, რომ საქართველოში ყველა ერკვევა პოლიტიკაში და ფეხბურთში. პოლიტიკა არ გვჭირდება, მაგრამ ფეხბურთში მეც მჯერა, რომ ჩვენთან ყველა თუ არა აბსოლუტური უმრავლესობა ერკვევა. და დღეს ფინალში გველოდება ძალიან დაძაბული, ძალიან საინტერესო თამაში. 5 კითხვა, ერთქულიანი კითხვა, ორქულიანი კითხვა, სამქულიანი, ოთხქულიანი და ხუთქულიანი. ჩვენი გენერალური სპონსორია ამბასადორი ბეთი, რომელმაც ჩვენი ჩემპიონი გუნდისთვის დააწესა 1000 ლარიანი ჯილდო, ხოლო ვიცე-ჩემპიონი მიიღებს 500 ლარს, ნახევარფინალში დამარცხებული გუნდები 250 ლარს, ასევე ფრიბეთები, 1000 ფრიბეთი ჩემპიონს, 500 ვიცე-ჩემპიონს და 250 ნახევარფინალში დამარცხებულ გუნდებს, რომლებიც ამ წუთას ჩვენთან აღარ არიან, მაგრამ ძალიან მაგრად ითამაშეს. ეს არის მეორე ეპიზოდი და ჩვენ ფინალს გახსნილად ვაცხადებთ. მაშასე მეგობრებო, ეს იქნება ერთქულიანი შეკითხვა. 4 სავარაუდო პასუხი. პირველი ერთქულიანი შეკითხვა ეკრანზე. დაასახელეთ ქართული გუნდი, რომელიც თბილისის დინამოს და ქუთაისის ტორპედოს შემდეგ პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი. A. ზესტაფონი, B. ჯორჯია, C. რუსთავი, D. დილა. თუ დინამოს ერთი პერიოდი იბერიაც ერქვა გახსოვთ. წავიდა 1 წუთი. დრო ამოიწურა. დიახ, დინამო თბილისი არის ჩვენთან ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული ჩემპიონობა, თუმცა ბოლო წლებში ვეღარ იგებს. შემდეგ იყო ტორპედოს ჩემპიონობების ჯერი, როდესაც იწყებოდა საქართველოს ჩემპიონატი და ხვდებოდა, ასე ვთქვათ, პირველი წლები იყო და პირველი გუნდი, ვინც ეს დაარღვია ეს ტენდენცია, იყო ვიტ-ჯორჯია. ვიტ-ჯორჯია დარწმუნებული ვარ, რომ ორივე გუნდმა აიღო სწორად ეს ქულა. და ჩვენ პრინციპში შეგვიძლია რომ უკვე მოვემზადოთ ორქულიანი შეკითხვისთვის. ამ შემთხვევაში ჩვენ 3 ფეხბურთელი გვეყოლება ჩამოსათვლელი და 3-ვე უნდა იყოს აბსოლუტურად სწორად. ერთი შეცდომაც ნიშნავს ქულის დაკარგვას. მაშასე შეკითხვა ეკრანზე. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ბომბარდირი 6 გოლით ვიქტორ ოსიმენია. 5 გოლი ერთბაშად 3 ფეხბურთელს აქვს გატანილი. დაასახელეთ 3-ვე უშეცდომა. წავიდა 1 წუთი. მხოლოდ 1 წუთი ფინალია. ვერ დაუმატებთ დროს. ორი, ერთი დრო ამოიწურა, ნახოთ, უკვე ძალიან დაიძაბა. ამ შემთხვევაში იქნება დამატებითი შეკითხვა თუ გუნდებმა თანაბარი ქულებით დაასრულეს თამაში. და მოდით აღარ დავახანოთ დრო და ჩამოვთვალოთ ეს ფეხბურთელები, რომლებიც არიან, ასე ვთქვათ, მდევრები ვიქტორ ოსიმენის. ჰარი კეინი, ერლინგ ჰალანდი და კილიან მბაპე. ისევე როგორც მეოთხედფინალში და ნახევარფინალში, ფინალშიც 2 კითხვის შემდეგ ქულათა მაქსიმუმი აქვს გუნდებს და ჩვენ უკვე ვემზადებით სამქულიანი შეკითხვისთვის. შეკითხვა ეკრანზე. ეს ფეხბურთელი ორჯერ იყო ტოპ 5 ლიგის სეზონის ბომბარდირი. ჯერ ბუნდესლიგის და 7 წლის შემდეგ სერია A-ს. დაასახელეთ ის. მხოლოდ 1 წუთი მოსაფიქრებლად. სამი, ორი, ერთი დრო ამოიწურა. ძალიან დაძაბული მდგომარეობა, ძალიან დაძაბული და ეს არის ფინალი და მე მინდა რომ გავესაუბრო ორივე გუნდს ამ შემთხვევაში სანამ გამოვაცხადებ პასუხს და მე პასუხს მე გეტყვით. სანდრო, ფინალი 13 მაისის წინააღმდეგ. ვერ ვიტყვით რომ სენსაციური ფინალია. ორივე გუნდი არის ჩემი ფავორიტებში ტრადიციულად. მოდი შენ თუ ელოდებოდი ესეთ ფინალს და მეტოქეზეც გითხარი 1-2 სიტყვა. მოსალოდნელი იყო ესეთი ფინალი, იმიტომ რომ წეგან გიორგი მეზრუშვილს ვითხარი რომ ჩვენი წელია თქო და მე მგონი რეალობას ვამბობდი ამით. არავინ არ მეჩხუბება, არავინ არ შემეწინააღმდეგება, მე მგონი. და რავი, ძალიან მაგარი გუნდია, რა უნდა ვთქვა, მეტოქეს სრული პატივისცემა ჩემგან.
წარმატებებს უსურვებ რა. როგორც ღირსეულ მეტოქეს. გიორგი, მოკლედ ერთგზის ჩემპიონები ხართ. რამდენჯერმე, ესე ვთქვათ, ეხლა შეგიძლიათ დაეციოთ მილანს. 3 ვერცხლი გაქვთ და შეგიძლიათ დაეციოთ მილანს. 1-2 სიტყვა ემოციების შესახებ და ვაგრძელებთ თამაშს. კი ბატონო, ამ ახალმა ფორმატმა მართლა დაძაბა სიტუაცია, ფაქტია, ჩვენ თვალით ვნახეთ, რომ დაძაბა სიტუაცია, კი მწარი ნამდვილად ეხლა მე ძალიან გული დამწყდებოდა და უშავ, მაგრამ ესეთია რა, ორი გუნდი ვერ იმარჯვებს, ყოველთვის იმარჯვებს ერთი. სულ მინდა ხოლმე ფინალებს რო უყურებ, ან ლიგის, აი ესე მეწოდება ის წაგებული გუნდი რო, ბარემ 200 იყოს და მიცე, მაგრამ არ ხდება ესეთი რაღაც. ერთი იგებს რა და რა ვიცი, რა ვინც არ უნდა მოიგოს, იქნება ღირსეული გამარჯვებული და რწმუნებული ვარ და რა ვიცი, წარმატება მოთამაშეებს, მადლობა და ცოტნე დღეს 2-ზე მეტი ვადამდელი პასუხი დადო მაგიდაზე. დიდი მადლობა გიორგის, მე დავინახე 2-3 და დარწმუნებული ვარ, ბევრად მეტი იქნებოდა, დარწმუნებული ვარ. და აბსოლუტურად ვეთანხმები გიორგის, ემოციები არის ჩვენი თამაშის შემადგენელი ნაწილი. რა ვქნათ, ესეთი თამაში გავაკეთეთ, რომ აქ იღვრება ეს ემოციები და ფეთქდებიან მოთამაშეები და სიმართლე გითხრა, არც მინდა რომ რაღაცა ეს მშვიდად მოვდიოდეთ, მივდიოდეთ და ნერვი არ გვიტოვდებოდეს. სხვანაირად არ გამოდის, ფეხბურთია, აზარტია, სპორტია. მაშასე, ჩვენ პასუხი ვთქვით ამ კითხვაზე? არ გვითქვია, ხო? ხო, ეს არის ე딘 ჯეკო და ჯერჯერობით გუნდები მიდიან უდანაკარგოთ. შემდეგი შეკითხვა ეკრანს. აფრიკის 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ჰაკიმი აღიარეს. დაასახელეთ 2 ფეხბურთელი, რომლებიც ყველაზე მეტი 4-4 აფრიკული ოქროს ბურთი აიღეს. წავიდა მხოლოდ 1 წუთი. ერთი დრო ამოიწურა. პასუხების ჩასაბარებლად მეტი დრო არ გჭირდება და ეს 2 ფეხბურთელი, რომლებსაც 4-4 ჯერ აიღეს აფრიკის ოქროს ბურთი, არიან სამუელ ეტო და იაია ტურე. და გუნდები უდანაკარგოთ მიდიან და ვნახოთ კულმინაცია, ბოლო შეკითხვა, რომელზეც ჩემი აზრით არ იქნება ადვილი სწორი პასუხის გაცემა. ერთი კითხვა და შესაძლოა ჩვენ გამოვავლინოთ ჩემპიონი. ამბასადორი ბეთის YouTube-ის მაყურებლებს მინდა უთხრა, რომ ჩვენ ჩემპიონატში პირველ ეპიზოდში მონაწილეობა მიიღო 22 გუნდმა, შემდეგ დარჩა ტოპ 8 გუნდი, მეორე ეპიზოდში უკვე 8 გუნდმა ითამაშა, გადავიდა 4 საუკეთესო, 2 და აი ფინალს თამაშობენ მილანის ფან-კლუბის გუნდი მილანი 1998+ და 13 მაისი. 4 შეკითხვა გაიარეს უდანაკარგოთ და გვაქვს ბოლო შეკითხვა, სრული კონცენტრაცია ეკრანზე. 5-ქულიანი შეკითხვა. 1958 წლიდან 1994 წლის ჩათვლით ფრანს ფუტბოლის ოქროს ბურთი მხოლოდ ევროპელ ფეხბურთელებს გადაეცემოდა. ფრანს ფუტბოლმა გამოაქვეყნა ოქროს ბურთის გამარჯვებულთა ალტერნატიული სია, სადაც ასახულია თუ რომელი ფეხბურთელები მოიპოვებდნენ პრესტიჟულ ჯილდოს, რომ არ ყოფილიყო ეს შეზღუდვები. ოქროს ბურთის ვირტუალურ მფლობელთა ჩამონათვალში 5 სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელია. დაასახელეთ 5-ვე უშეცდომოდ. წავიდა მხოლოდ 1 წუთი. ერთი დრო ამოიწურა. მაშასე მეგობრებო, მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მომენტი. თუმცა იქნება თუ არა გადამწყვეტი, ამას ვნახავთ. 5 სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი. პელე, მარადონა, კემპესი, რომარიო და გარინჩა. ორივე გუნდმა მაინც ზუსტად დასვა ეს 5-იც და ინიშნება მეგობრებო დამატებითი შეკითხვა, რომელიც უკვე ნამდვილად გამოავლენს ჩემპიონს. გუნდები აგრძელებენ ბრძოლას ჩემპიონობისთვის. გუნდები, რომლებიც ყველა კითხვას პასუხობენ სწორად. მილანი 1899+ და 13 მაისი. მე-12 მოთამაშე ამბასადორი ბეთის ფინალური რაუნდის სუპერფინალური შეკითხვა. ყველაფერი გამოიწეს ამ გუნდებმა. და დადგა ის მომენტი, როდესაც უნდა დავსვათ ოქროს შეკითხვა, სუპერფინალური შეკითხვა, რომელმაც უნდა გამოავლინოს ჩემპიონი. ეს შეკითხვა იქნება ჩამოთვალის ტიპის. ანუ ჩვენ დავსვათ კითხვას, რომელზეც მოთამაშეს მოუწევს ჩამოთვალოს და რომელიც მეტ სწორ პასუხს ჩამოთვლის, ის იქნება გამარჯვებული. არასწორი პასუხი აბათილებს ერთ სწორ პასუხს.
ამ შემთხვევაში უკვე ფრის ალბათობა ძალიან მცირდება. თუმცა თქვენ ხედავთ რომ გუნდები არიან 5-5 კაციანი შემადგენლობით მაგიდასთან, მაგრამ უნდა დატოვონ ერთი მოთამაშე, რომელიც თავის თავზე აიღებს ლიდერობას. მილანს ესეთი რაუნდი უკვე ერთხელ ნათამაშები აქვს იუვენტინოსთან და იქ უდაძაბულეს ბრძოლაში სანდრო ლოსაბერიძემ გაიმარჯვა გაბრიელ ბერიძესთან, ძალიან მაგარი ბრძოლა იყო. ნახოთ რა იქნება დღეს 13 მაისისთვის, ეს არის პირველი ესეთი გამოცდილება. მე მინდა სანდროს ვთხოვო პირველ რიგში, სანდრო, ვინ რჩება დღეს მაგიდასთან სუპერფინალის სათამაშოს? ჩვენი გუნდის ლიდერი გიორგი მელქაძე. გიორგი მელქაძე დაშით გავამხნევოთ. გიორგი დაბატაძეს მინდა ვკითხო, გიორგი, ვინ რჩება დღეს სათამაშო სუპერფინალში? გუნდის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მე ვითამაშებ. გიორგი დაბატაძე თვითონ კაპიტანი რჩება. გიორგი დაბატაძე, გიორგი მელქაძის წინააღმდეგ. მაშასე მეგობრებო, შეიძლება კითხვის დასმის დროსვე თქვენ უკვე მიხვდეთ რაღაცებს და გონებაში დაიტრიალოთ, მაგრამ კალამს არ უკიდებთ ხელს, სანამ არ ვიტყვით დროს. თქვენ იცით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა უკვე უმრავლესობა გუნდების. ჩვენ ვიცით კარგად ევროპული ზონა და უფრო კარგად კიდე სამხრეთ ამერიკული ზონა. ასევე ვიცით სამი მასპინძელი. უნდა გამოვრიცხოთ ევროპული ზონა, უნდა გამოვრიცხოთ სამხრეთ ამერიკული ზონა და უნდა გამოვრიცხოთ სამი მასპინძელი ამერიკა, კანადა და მექსიკა. დანარჩენი უკვე კვალიფიცირებული გუნდებიდან თქვენ უნდა ჩამოთვალოთ რაც შეიძლება მეტი ერთი წუთის განმავლობაში. არასწორი პასუხი ნიშნავს სწორი კითხვის გათიშვას. დრო! სამი, ორი, ერთი, დრო! მაშასე მეგობრებო, ეს ის შემთხვევა, როდესაც გავიკეთებ სათვალეს, იმიტომ რომ ძალიან გაკრული ხელით უწერიათ გუნდებს. გადამწყვეტი მომენტი. გიორგი ტაბატაძე, ავსტრალია, ერთი სწორი პასუხი, იორდანია, ორი სწორი პასუხი, უზბეკეთი, სამი სწორი პასუხი, ჰაიტი. 4 სწორი პასუხი, კურასაუ, 5 სწორი პასუხი, იაპონია, 6 სწორი პასუხი, სამხრეთ კორეა, სწორი პასუხი, მაროკო, მერვე სწორი პასუხი, ეგვიპტე, მე-9, სენეგალი, მე-10, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, მე-11, ტუნისი, მე-12 და ალჟირი, მე-13. პრინციპში აქ მე ვერ ვხედავ არასწორ პასუხს, რომელიმე გააბათილოს სწორი. შესაბამისად 13 ქულა. გიორგი მელქაძე, ჰაიტი 1, კურასაუ 2, სამხრეთ კორეა, აფრიკა, 3, პანამა, 4, სენეგალი. კოდივუარი მართალი ხარ, კი კოდივუარი, ან 1, 2, 3, 4, 5, 6 სენეგალის ხო არის 6 სწორი პასუხი, განა 7, ახალი ზელანდია 8, ავსტრალია სწორია, სამხრეთ კორეა, იაპონია სწორია, საუდის არაბეთი სწორია და ირანი 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13. სამეტი სწორი პასუხი ორივე ნაკრებს. არ ადგეთ მაგიდებიდან. მე მაქვს კაპიტნებთან შეკითხვა, ხო არ იცვლებიან მოთამაშეები? არ იცვლებიან. უპრეცედენტო ამბავი, თამაში არ მთავრდება. გუნდებმა ითამაშეს ფინალი, დასჯდა ფრე, ყველაფერი გამოიწეს. გამოიყვანეს სათამაშო თითო მოთამაშე და გასცეს ერთნაირად პირველ შეკითხვას პასუხით 13 ნაკრები გაიხსენეს და გვიწევს კიდე ერთი ჩამოთვალეს ტიპის შეკითხვის დასმა. თქვენ იცით რომ მიმდინარეობს ჩემპიონთა ლიგის სეზონი და იქ გუნდები იბრძვიან პლეი-ოფში გასასვლელად. არსებობს ტოპ 8 გუნდი, რომელიც პირდაპირ მოხვდება რომ მერვე ფინალში თუ სწორად მახსოვს. თქვენ უნდა ჩამოწეროთ ეს 8 გუნდი, ოღონდ ჯერ კალამს აუკიდებთ ხელს
და თუ ისევ ფრედაჯდა და თქვენ ეს 8 გუნდი სწორად ჩამოწერეთ, უნდა ჩამოწეროთ თანმიმდევრობით პირველი ვინ არის, მეორე, მესამე. პირველივე შეცდომა ვისაც მოუვა, ის დამარცხდება. ანუ 8-ს უნდა გამოიცნოთ და თანმიმდევრობასაც მაქსიმალურად უნდა შეიძლება არ იფიქროთ თანმიმდევრობაზე და მიაწვეთ უბრალოდ 8-ს გამოცნობას. ეს თქვენი სტრატეგიული გადაწყვეტილება. შეიძლება მეტი იფიქროთ და ნუმერაციას მიაქციოთ ყურადღება. ეს თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. დაჯდება ფრე, პირველი დაჯდა გიორგი ტაბატაძის და მეორე შეცდა და გიორგი მელქაძემ ორი სწორად უპასუხა, გიორგი მელქაძეა გამარჯვებული და პირიქით. მაგრამ სტრატეგიაც უნდა გადაწყვიტოთ თქვენ როგორ იქცევით. მაშასე 1 2 3 დრო. ამოიწურა. მაშასე გთხოვთ რომ ჯერჯერობით მე მომისმინოთ. ამ ეტაპზე თავიდან პრიორიტეტი ენიჭება უბრალოდ რაოდენობას და არა ვთქვათ ვინ რომელ ადგილზეა და თუ მანდაც ფრედაჟ და მე მოდის უკვე ეგ საკითხი. მილანი. ანუ მილანი 1890 პლუს გიორგი მელქაძე. არსენალი ეს არის 8 გუნდში. ინტერი არის 8 გუნდში, ბაიერნი არის 8 გუნდში, PSG არის 8 გუნდში, რეალი არის 8 გუნდში და ლივერპული არის 8 გუნდში. ესე იგი, ჩვენ გვაქვს 6 სწორი პასუხი და 6 ქულა. ვნახოთ რა ხდება გიორგი ტაბატაძესთან. ბაიერნი ეს სწორი პასუხია, რეალი ეს სწორი პასუხია, არსენალი ეს სწორი პასუხია, სიტი ეს სწორი პასუხია, PSG ეს სწორი პასუხია, ჩელსი არა სწორია, ინტერი სწორი პასუხია და ლივერპული სწორი პასუხია. 1 2 3 4 5 6 7 8 ერთმა გააბართილა სწორი პასუხი და დარჩა 6-6. პირველივე სწორი, ვისაც უწერია პირველ ადგილზე სწორი, ის იგებს ჩემპიონატს. მეგობრებო, ყურადღებით. პირველ ადგილზე გიორგის უწერია არსენალი, ხოლო 13 მაისს ბაიერნი ჩემპიონია. 13 მაისი არანორმალური ფინალის გიჟური დასასრული, 13 მაისი და გიორგი მელქაძის წინვალე თამაში. საოცრება ხდებოდა დღეს ჩვენთან. ორივე გუნდმა საოცარი თამაში ჩაატარა. მილანის ძალიან მაგარი გუნდი. აშით შევეგებოთ. ველკა ისეთ ემოციებშია, რომ ცოტა დრო დაჭირდება, მაგრამ არა უშავს. სანდრო, ვიცი ძალიან გულდაწყვეტილები ხართ, მაგრამ მაგარი თამაში იყო. აში მილანს აუცილებლად. 13 მაისი. ესეთი იყო მეორე ეპიზოდი, მე-12 მოთამაშე ამბასადორი მეთის სუპერ დრამატული და ძაძაბული ჩემპიონატი. ვნახეთ რომ 13 მაისმა გაიმარჯვა, თუმცა არანაკლებ მაგრად ითამაშა მილანი 1899 პლუსმა და ასევე უნდა გავიხსენოთ ორი ნახევარფინალისტი მილან დუე და იუვენტინო, ორივემ ძალიან კარგი თამაში აჩვენა. მე მგონი ძალიან კარგი ჩემპიონატი იყო. ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს შემდეგ ეპიზოდში, შემდეგ ჩემპიონატში.